კოლეგებო, მოგესალმებით. Კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა. სანამ გადავალ ბიუროს დისკუსიის წესრიგის საკითხებზე, მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის EUTOS მოქმედი თავმჯდომარე გუშინდელ საქციელს, როდესაც ის მან მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში და ამას ყველა ხედავდა მათ შორის პირდაპირ ეთერში თუ ფოტოებში და ასევე მოვისმინეთ ცრუ ნარატივების დამკვიდრების ცდილობა მის განცხადებებში. დღეს ყველა ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ხდება მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად EUTOS თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ეს ნაბიჯი, ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გაანალიზოს ასეთი საქციელი, რაც უპირველეს ყოვლისა EUTOS როგორც ორგანიზაციას ურტყავს და მისი თავმჯდომარე, მართალია არის ex-officio თავმჯდომარე რიგითობის მიხედვით, თუმცა ზუსტად ამიტომაც ჩანს, რომ იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. ეს მინდოდა მე თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვხედავ ჩვენ სამწუხარო ტენდენციებს, რომელიც აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ როცა საუბარი არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ეს ზოგიერთის მხრიდან მოსჩანს როგორც ცარიელი სიტყვები, რომელიც მხოლოდ საბაბად შეიძლება გამოიყენოს სხვებთან სასაუბროდ, თუმცა თავად არაცნობიერებენ და არიზიარებენ თუ რას ნიშნავს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა და უპირველეს ყოვლისა ვენის კონვენციის პატივისცემა, რომელიც გუშინ ასე უხეშად დაარღვია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ელჩმაც ასევე, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. გადავიდეთ დღის წესრიგზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრელი საკითხები, უზენაესი სასამართლო მოსამართლის არჩევა, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულები ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება განხილვის გარეშე რო იყოს კენჭისყრა და თუ შეიძლება. კი ბატონო, პირველ საკითხზე პირველს არ უნდა მოსამართლეები ავტომატურად. მეორე საკითხზე რომ მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის გარეშე იყოს კენჭისყრა. ასევე განსახილველი საკითხები ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში იცვლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იცვლება, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის კანონში იცვლება, სისხლის სამართლის კოდექსში იცვლება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტავის შესახებ ცვლილება, სივრცის დაგეგმარების კანონში ცვლილება, მოსაკრებლების კანონში ცვლილება, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილება, ორი სხვადასხვა ცვლილება. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, გვაქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა უზენაეს სასამართლო მოსამართლეებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ კენჭი უნდა უყაროთ, უბრალოდ ამას მგონი უკვე უყარეთ კენჭი, რომ იყოს განხილვის გარეშე პირდაპირ კენჭისყრა. მესამე საკითხი არის გარემოძებნისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის განხილვის თხოვთ კენჭი უყაროთ, მადლობა. და ბოლო საკითხი არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინება მეგობრობის ჯგუფში ნინო წილოსანის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რამდენიმე მეგობრობის ჯგუფში, ესეც გთხოვთ რომ დავამტკიცოთ. მადლობა. სხვა საკითხები თუ არ არის, გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში.